რატო უნდა იყოს ხალი განათლებული პირველ რიგში, რომ მან აღზარდოს ბავშვებს ასწავლოს ნორმალურად. მისცეს განათლება. საშინელება დედა გაუნათლებელია. ჩამჯდარია ქართული კაცის მენტალიტეტში, რომ არა ის ხალია, აბანო, უხნა ხალისა, ზალა და დივანია მარტო მამაკაცის. შეიძლება ხანას უშვა პრობლემას და უფრო სხვა პროცესს გააკეთოს. უკეთესადაც კი შეიძლება როგორც მამაკაცი. თუმცა ქართველ ხალხში არის ძალიან დიდი მუქია, ძალიან თავისუფლად შეუძლია ის მართლა ნიჭიერი იქნება და მართოს ქვეყანა როგორ შეიძლება. მე არ ქართველი ვარ. პარლამენტში არიან ქალები, ხო? იღებენ განათლებას, მაგრამ ქალი პრეზიდენტი არც ნუ. შეიძლება ვინმე ჩაფიქრდეს ამით და იმედია რომ რაღაცა შეიცვლება მამაკაცის მხრიდან და ქალების მხრიდან.